ნახეთ, ადამიანს რომ წამდეს 64-ის არსებობის, აი მე მწამ 64-ის არსებობის ადამიანი იტყვის. და ეს გასაგებია აქაურ პრობლემების მოგვარებისთვისაც მინდა ბარაკა იცის რაღაცებს ამბობენ სისულელებს, უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ თან 64-მდე ახაც ატომაც არა, წესია შევასრულე, დავდე 64 მეც მინდა. 64. აი ცით რელიგიებია, სადაც 64-ისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებულად უცნაურია, რაც ჩვენთვის უცნაური, მაგრამ საერთოდ ლოგიკური, ძალიან ლოგიკურია. 64 მე თუ მწამს რომ ღმერთი არის, მე თუ რელიგიური ცხოვრება მაქვს და რელიგიური ცნობიერება მაქვს, ეს არის ცნობიერება ადამიანისა, რელიგიური. მაქვს ეს ცნობიერება რელიგიური. შესაბამისად მჯერა სულის უკვდავების და მარადიული სიცოცხლის და მჯერა 64-ის და ღმერთი, რომელიც არის საშუალება, რომ ეს 64 მაჩუქოს. ღმერთის საშუალებაა 64-ის მისაღწევად. ესეთი რელიგიები ძალიან ბევრი არსებობს. ლოგიკურია. არის ღმერთი და მე თუ მის წინაშე კარგად ვიქცევი, ღმერთი დამასაჩუქრებს, როგორც მის მეგობარს 64-ით. ეს არის რელიგიური თვალსაზრისით სწორი აზროვნება. მაგრამ ამ გაგებითაც ჩვენ ახლა რელიგიაზე ვსაუბრობთ, ქრისტიანობა ეს არ არის. არ არის ქრისტიანობა, თუ რელიგია ეს არის, მაშინ ქრისტიანობა რელიგიაც არ არის. ამიტომაც ვერ ცნობენ იესო ქრისტეს. თუ რელიგია, რელიგიური აზროვნება მე მეუბნება იმას, რომ ღმერთი არის საჭირო იმისთვის, რომ მე 64 დავიმკვიდრო ზეცაში და ამ ქვეყანაზეც გამარჯვებული სახელმწიფო მქონდეს და ჩვენიერი გამარჯვებული იყოს, ანუ ამ ქვეყნიური 64-ს დავიმკვიდრო. ღმერთი არის საშუალება ყველაფრისათვის. ღმერთი არის საშუალება, ანუ მხსნელი ამ შემთხვევაში რომ მოდის მესია, ანუ ქრისტე. ქრისტე არის საშუალება, რომ აქაც კარგად ვიყოთ. ქრისტე არის საშუალება, რომ 64-შიც ვიყოთ ზეცაში. ქრისტეს ვერ ვიცნობ. თორე ქრისტიანობა სულ სხვა რამეს მეუბნება. ამიტომ მიზეზი იმისა, რომ მათ მაშინ და ჩვენს თუ მათთან ერთად ვიქნებოდით და თუ ვერ ვიცნობდით, ანუ მიზეზი იმისა, რომ ოსანას ვამბობთ, მაგრამ ვერ ვცნობთ, ბზები ხელში გვიპყრია და სახში მიგვაქვს, მაგრამ ვერ ვცნობთ იესო ქრისტეს. მიზეზი ამისი არის ის, რომ ჩემთვის ის საშუალება. რატომ შეიძლება იყოს საშუალება? რა არის საშუალება? საშუალება რაღაცის მისაღწევად. საშუალება არის ის, რასაც ჩემს გულში ადგილი არ აქვს. ის ინსტრუმენტია. ჩემს გულში მას არაფერი ესაქმება. მე გულში რაღაც გარკვეული იდეალები მაქვს. სამშობლო მიყვარს, სამშობლოს კეთილდღეობა. ხოლო მარადიული სიცოცხლის მწამს 64-ის ნეტარება, ჩემს ახლობლებთან ერთად მარადიული მყოფობა. რა ბედნიერებაა ეს? აი გულში რა მაქვს? იესო ქრისტე გულში არ ამყავს. იმიტომ რომ ის საშუალებაა, ინსტრუმენტია, რაღაც მექანიზმია, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა გამიკეთოს, ამისათვის მე ცოტათი კარგად მოვიქცევი. როდესაც მე მაქვს ამგვარი ქრისტიანობა, მე ვერ ვცნობ ქრისტეს. მე რა რომ დღეს აქ ვდგავარ, ეს არაფერს ნიშნავს. მე რა რომ მრავალი ჩვენგანი ზიარება, ესეც არაფერს ნიშნავს. ქრისტესთან დადიოდნენ ამდენი ხანი, მაგრამ ვერ ცნობდნენ. იუდა ეზიარა კიდევაც. აი პრობლემა ამაშია, რომ ჩვენ ძალიან ხშირად სხვა ქრისტეს ველოდები და სხვა ქრისტე გვჭირდება. ჩვენ არა ვართ მზად იმისათვის, რომ თქვათ ერთხელ და სამუდამოდ, უფალო შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი ღირებულება და ყველაფერი დანარჩენი, როგორც შენ გინდა ეგრე იყოს. ისე სიტყვით ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობთ მამაო ჩვენოში, იყავნება შენი, მაგრამ საქმით ვერასოდეს. შენ ხარ ჩემთვის უფალო ჩემო იესო ქრისტე. შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი ღირებულება, ერთადერთი მიზანი, ერთადერთი ცხოვრების საზრისი. თავად სიცოცხლე შენ ხარ. ყველაფერი დანარჩენი იყოს ისე, როგორც შენ გსურს, ჩემთვის. აი ესეთი სარწმუნოება, ძნელი სარწმუნოებაა, იმიტომ რომ გვიჭირს ამის თქმა შინაგანად, ამის განცდა, ამგვარად ცხოვრება. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვცნობთ ქრისტეს.